დილა მშვიდობ ის მოგესალმებით მე და აი აქ მამა კარებში გამოვედით ეგეც გამომყვა ფაქტობრივად ერთად გამოვედით 800 უკლია 15 მეურბი ვარ სამსახურში დღეს ფორმები დავალაგო ჩამოვზიდო მე ჩავაცვად ბავშვებს და მოკლედ ხვალ არის ზეიმი ხო და წავიდეთ სამსახურში მარიკო დღეს კოპას გადავულოცე დილით ჩააცვამს გამზადებს გადაიყვანს ბაღში და ხვალიდან უკვე სრულად ჩემთან იქნება ასე ვთქვათ ну შაბათი და ხო საერთოდ აქ ბაღში აღარ ცივლის და ერთად ვივლით საბურთალოს არ მკითხოთ ესე კი ისე ვარ ხალხო მიჩვეული უკვე იმ დონემდე მაგაუმშავებული რომ შვიდს უკვე 10 რო უკვე ფეხზე ვიყავი ანუ სანამ აღვიძარავ დარეკა მე უკვე ჩიტივით ვიყავი წამოხტები ძალიან მიხარია რომ ჩემ მარიკოს ვიდეო მოგეწონათ მისი ჩაცმულობა ძალიან მიხარია ვინც არის ფოტოზე მე და ჩემი მეუღლე ვართ ასევე მე რაღაცა უნდა მეთქვა და უნდა მეთქვა ხო ბევრი სხვა ვიდეოც მაგოგოება მაგრამ ზოგან ძალიან ჩანან ბავშვები და მოვერიდე ხმანდაც ხო ჩანან მაგრამ ზოგი ძალიან სტინათელი ვიდეოა და მოვერიდე დადებას ну когда პრობლემა მაქვს მაგრამ მაინც რაღაცა კადრები აღარ მინდოდა დამედო რაღაცა კადრებს დაგიდებთ კიდევ ხო და ველოდები მოკლედ ფოტოგრაფის ფოტოებს დიდი იმით რა ქვია ამბით ასე ადრე დიდი ხანი აღარ გავსვარ სამსახურში კი არა თუ საერთოდ გარეთ მაგრამ დადგა დრო გენაცვალი ხალხი მუშაობთ დაი მე ხალხი დამავიწყდა მე თქვა ამ ოდაბანმა ხო ალერგია მომცეთ წამლებს ვსვამ ხო და იმან სპრეი მომცა თორე ის არა და იმას ალბათ არ მოუწი დიდი ალბათობით მაგრამ რაღაცა გული ავიცრუდი მაგასაც აღარ ვისვამ და დიდად არ გადავიდი არც მაგაზე ну კაი ეგ სხვა ამბავია მაგას ცოტა სიგრილებისთვის შემოვინახა ხო და რამ გადამარჩინა ახლა მე თქვენ გეტყვით მე რონივია ვიყიდე გახსოვთ ვიდეოდან რომ თქვი რომ ამა რომ მიშველოს ალბათ დავიცინტრები მეთქი შვიდლარიანმა ეს კვირა სომაგი დავდივარ და ფანტასტიურად გრძნობ თავს ასია გენაცვალე ძიებაში იხარჯება აუ გუშინ ისე მეზარებო და დაღლილი ვიყავი მაგრამ ავდექი წავედი მამაჩემს საჩუქარი ვიყიდე მე გათამი შევწვი სანამ გავალღო მე სანამ შევწვი რომ ნედლი ვერ ვიშოვე აქ და პირდაპირ გაყინული წამოვიღე სანამ ის გადნა აი მე საზამთრო მოიტანა ხალხო კოპა აი წყალს როსვა მოგოდ რაღაცა მელთბილი როა ხო იცით ეგეთი გებუკაპი კატარე ვარ გუტა ჯერ როგორც მივხვდი საზამთრო სეზონი ადამდგარა როგორ ეთყობა რომ ჯერ ძალიან ადრეა არ არის ხალხი იმდენად hello ჯერ ისედაც ვაჟებშაველაზე ხო 11-მდე არაფერი იღება და 11-ის ნახევრამდე და ახლა ისეთი ადრეა რომ ანუ მე და ჩიტები ვართ ასე რომ ნახევრს გავუხვიცია რომ გამოვიარე უკვე მეტყოში საკმაოდ ბევრი ხალხი ჩადიოდა მაგრამ
ვაჟეს არ ეჩქარებული ეცვა. ვინც აკანთებულ სიგარეტს აგდებთ, ხალხო ხართ არანორმალურები. ალბათ ხედავთ ნაგვის ურნაში რომ ვკიდია. ანუ თქვენ არც ის ფუსტა გახდებთ, აი. არ ვიცი, ჩაასწნე და ჩემი ტელეფონი ვერ არის კაგეთება არც ერთს ხალხო. ისე უკიდია, რომ ხა ერთი ბოთლის ჩასხმას აზრი არ აქვს, არაფერი ჩააქრობს ახლა მას. თუ მჯეროდეს, რომ სახლში ვარ, მე რა რო არეულში, მაგრამ სახლში ვარ. და მიდგას აგერ ყავა საზამთრო და ბავშვი მისის კვერტი თავისი საზამთრო ზიანად რა ქვია. იმედი და კატასტროფულად დაღლილები მოვედით, მაგრამ ნუ რა სიზავ ეხა ცხოვრება ეგრეა გენაცვალე. სხვანაირად როგორ ბატონო? დავღეჭე შესამძლო და კურტები გადმოვყარე. კარგი გოგო ხარ. როგორ ხართ გოგოებო? აი დედას გეცებთ გულწრფელად გეუბნებით. აი წყალს გითხარით კიდეც ვიდეოში, აი დაახლოებით რაც თქვი, ზუსტად ეგეთი გემო. საზამთროს უბრალოდ აი სიგრილემ სიამოვნებს და იმიტომ მივირთმევ, თორე აი არაფრად ვერ იქნება. ნამდვილად არაფრად. რას ვიზავ, აი მე ვიცი რომ ძალიან კატასტროფული სახე მაქვს და არ შევიმჩნიოდ რომ ვითომ არ გამოვიყურები ეგრე. გავატაროთ. ვიცი ხრაშუნიში გაწუხებთ, მაგრამ რა ვქნა საზამთროს ეგეთი ხმა გენაცვალე შეიბრალი არ არის. რაღაცა ძალიან ცუდად მაგ კამერათ ის რომ სიქიდანაც ჩვენ ვერ აქვია. ისიც მეც ხავდა. აუ გამოაჩარე კურტები. ხარდა. იგივე ვერ ავჭამ. აჰა, ნე ვიცი. გამოვაცალე და კიდე აფშულო. ჰა, მოიცადე. ერთი წუთი გავუშხელი და გააღებია ჩქა. არ შევთ გოგოებო. პირი. ხვალ მაქვს ზედიზედ ორი ზეიმი და ახლა თუ მკითხავთ როგორ ვარ. ჯანიანმა უნდა ჩამაბაროს. აი როგორ ვარ, ეს საკუთარი ვარ. ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ და საჭირო საქმე. ამიტომაც ხვალ ორი ზემი დასრულდება და ძალიან ბედნიერი ვარ. თან აიღედეთ იყო. ერთ მხრივ გული მწყდება და ძალიან განვიცდი იმას, რომ ერთი არის 6 წლიანების ჯგუფი, რომლებიც ამთავრებენ და უკვე სკოლაში მიდიან და ჩემთვის ემოციურად ცოტა არა ძალიან მძიმე და არა მხოლოდ ჩემთვის, პედაგოგებისთვის ზოგადად. ამდენი წელი რომ ბავშვი ზრდი და მიდის, ხო ხვდებით ძალიან რთული ის არის და დღეს სადილი გქონდა და კიდე დღეს სადილი გქონდა და გვანცა ესე ვიღაც მეძახის და ვიხედები კაცო ჩემ ჯგუფის გარდა სხვა ჯგუფიც იყო და დიდები ჯგუფი და ვიხედები კაცო აქეთ იქით ვინ მეძახის თქო და აი ეს გეძახისო გვანცაო აქაო არა გავიხედოთ ვინ მეძახის მოთხარ და ნიკა არის ერთი ძალიან საყვარელი ბიჭი და ხო ნიკუ შენ მეძახი მეთქი და კიო და რა იყო საყვარელო მეთი და მიყვარხარო და მე აი მეღომეტი არ მინდა არაფერი წრემლი მზათა მაქვს და მე დღეს რომ ღეროდნენ და ძალიან ემოციურ ქართულ მოტივებზე აი ძალიან ისეთი სიმღერები დავიღوارეთ წრემლად კიდევ გინდა დე აღარ გინდა კარგიდე გინდა კიდე აღარ გინდა დანარჩენი საღამოს მიირთვი კარგი საყვარელო მოდი ჩამოხდი ჩემოლამაზო ნელა ჩემოლამაზო ჩამოდი ხო და უკვე ძალიან ისეთი ის იყო რა ხო და რო ვეღარ ნახავ მე კიდე სხვანაირი რაღაცნაირი ემოციები გაქვს რა ეხა ამდენი წელი რომ მუდმივ რეჟიმში გაქვს ადამიანთა ზოგადად შეხება ინდივიდები არიან კაცო და უკვე თავისი საუბრ ხო ნებისმიერ ასაკში ბავშვს აი მე ისმები რანაირად მაქვს მე რა გინდა მარიკო რატომ უმეციეს გინდა მოკლეღო ხო და მარიამ გაიწედეთ მაეფარება შენი თავისი აზრი აქვს ყველაფერზე ჩამოყალიბებული და აი მე და ბეჭდები რატომ მოვიხსენი იცით დამცხა და ეს ნახეთ როგორ მეტყობა რომ ფერი შევიცვალე გაზეზრა თეთრია ბეჭდის ადგილი ხა საყვარელო აი მე ჩქარა და გორდა
ხო და ნიკუ მეც ძალიან მეყვარხ. სასწაული მოფერება იციან ხალხო, აი სასწაული, მაგალითად იცი მე შენ კვირას მომენატრე და ეგეთი რაღაცა. სასწაული ბავშვებია. ხოლო რო იაზრებ მე რომ მიდიან რა რთულია. მაგრამ ცხოვრება იგრე მიდის უნდა წავიდეს აბა რა. წინ მიდის და მე წლები გადვის თუ ხშირი კონტაქტი არ გაქვს მე წლები რო გადის რო ნახულობ ვეღარ გცნობენ ეს ჩულებრივი ამბავია. ვეღარ გცნობენ ახლა 4 წელი ბავშვი რო არ ნახავს და 5-ის რაღაც გიცნობს ხო? ეგეც მძიმე რეალობაა. გაღვირთული ამოვასკდი. დავიშალე თმა და აი გავიკონე. იმიტომ რომ ისე მცხელა რომ ვერ გავიგე რა გამეკეთებინა ვეცი ამ თმას, ვეცი ბეჭდებ. ყველაფერს. აი და ვზივარ ისეთ არეულ სახში. სტუმარი რომ მომყოლო და აი რა ვიცი. ვერ კითხო და აი მეც შემოვედი, მეტი რა ხდება, სახში შემოვედი მეტი. ცოტა დავისვენებ და ვიცხებ. ამიტომ დღეს გავამზადო. ასმელი გავამზადო, ხო ზეიმი მაქვს და ორი. სხვადასხვა სამოსი უნდა ჩავიცო და რა არის დე? წყალსაცავ ჩავიცოთ. რა არის ახლა? მოდი შემოვაგაცო. შემოსულიო და მე რა ვიცი, ხა ისეთი უგემურია. შემოსულია თუ გადასულია მართობს და აღარ დავეცებ. რა იყო ჩემო საოცრება. ეს მამამის გაუკეთებია ამისთვის თმები. მამი კომკი არა, მასწავლებელმა აი ესე გამიკეთა. და მამიკომ როგორ გაგიკეთა? აი ასე. აჰა. მithუარს. აი მარიკო ხვალ მოდის ჩემთან სამსახურში და უნდა დაესწროს ორივე ზეიმს, ხოდე? კიდე ნანიმჯანიანა უნდა ჩამაბაროს. ჩაგიცოს კალთაში დე, ხო? ნანიჯანია ჩემარეებსო. მე დავისვამ წინ, იმიტომ რომ მე სცენაზე ბავშვი პოლისებში უნდა ვიდგე ბავშვებთან და მოკლედ მარიკოს გადაიბარებს ნანიჯაია. მინდა რომ ხო ჩოლო ჩემი ბაღში მიმეყვანა, ეხლა შაბათიდან გავდივარ 7-მდე და ხო შემეძლო, ხო ისევ მიმეყვანა უბრალოდ იმდენად მინდა რომ უყუროს ზეიმს და იცოდეს რომ ზუსტად ისეთი დატვირთა და ისეთი მაგარი ზეიმიელის მარიამს მე მომავალში მინდა რომ აი ეს მზაობა იმას უქნეს რა და აი ანუ ამისკენ მივდივართ ასე რომ ვთქვა. გაიწე თუ შეიძლება კურკა რა დგინდა და ხო და ამისკენ მივდივართ. საზამთრო გინდა კიდევ? მოდი. ჰაი, მოგესალმებით მეგობრებო. როგორ ხართ? დღევანდელი დღე არის ზეიმების დღე. ხო და მე უკვე მზად ვარ, ჩემთვის მზად არიან, მარიკო სამსახურში მიყავს. ამით არ წარვდგები ზეიმზე. ჩასაცმელები მე მაქვს, დედა რამდენი რამე ნეტა იცოდეთ. ხო და წარმატებები ჩემს პატარებს, ახალ ცხოვრებას იწყებენ. განსხვავებულს, განსაკუთრებულს ხო და დაბულოცოთ გზა და მივულოცოთ მათ მშობლებს ეს საოცარი დღე. წავედი. გუშინ არ იყო ვლოგი, იმიტომ რომ გადავწყვეტე გუშინდელი დღე გამომეყო დასვენებისათვის, შედარებით დასვენებისათვის. სახლში საქმე მქონდა, მაგრამ აი რაღაცნაირად მაინც დავისვენე, რომ სულ კამერით არ დავდიოდი და ის დრო მერე დავწექი და დავისვენე, იმიტომ რომ მეორე დღეს როცა ცოტა ისეთი დღე გაქვს რთული, ვფიქრობ რომ შემთანს უნდა მისცე იმის საშუალება რომ დაისვენო და ძალიან აღარ გადაიღალო ისედაც უკვე გადაღლილი. ამიტომ დღეს დაგებრუნდით.
ჩემ მეუღლეს მიაქვს ჩემი ჩასაცმელები. ჩანთა. ეს კი ქალბატონი მარია. თქვენი მონამორჩილი. ნელადე. დააკაკუნე. ჰაი ხალხო, სალონში ვიყავი და ის არის პრიშოდ ამიყენა და გამიკეთა ბედენა. როგორ მიხდება? რა ის მოდაში ყოფილი რამე ნახულება. ახლა ის საერთოდ მადლობა მიხდება კი. ხო, ხალხო, ვანზაზე რო არის ისა დაჭედა ვაქვია გოგო რო ვერ გავდივარ, საცობი. მე თუ მაღალო ღმერთი არ აქწამთ, გეხვეწივით რა ხალხო, შევიკრიბო და კოლექტიურად ვილოცხოთ. მე არ ვიცი, ხალხო, იდეხას ვიდექი საცობში დავბერდი. მე რა მეტყობა ეგ გამაკლება, ისე რომ თქვა დავბერდი, ხო? მე თუ დამაბერე და მივიყვანე მაგას საკამდე რომ დავბერდე. არ დავბერდი მე მაინც. რა იყო შეკაიბავი და შულო, გავივლი კორპუსზე დააგდო. გავივლი დგას კორპუსი, გამოვივლი დგას. კიდე გავივლი დგას, გამოვივლი დგას. სახურავი ახადეს დაგრევას იწყებენ. რა ვერ ახადეს შეკაიბავი და შულო, ქარი რომ მოდის. იმაში დაქვია ზუგდიდში კლაცი და გადახდილია და თქვენ რა ვერ გადახადეთ სამი კვირა გაფიცე მამიდაშვებ. ახა ნერვებს ამომასხავს, ამასხავს ჭუში სისხლი და მე 2 წუთი ვიულობო. ნეტა რატო? ავაც მაგ. ჯანდაბა ჩემი თავის სახში მომიწია დალევა. ამას ხო ეს იგი არ ვიცი და ეს 3 დღეა, ეთი ჩავუყარავდი გზეტა. ვერ შეასწრებს სახში. არ არის. მისი კი დავურეკე, ზვანოკით და რა იყო მე ვუთხარი, რა ხდება? რა ისე მეკითხები ბაზარში ვარ. რა იყო ქალო მოვიდოდი ხავას დავლევდი, წამოვიდოდი, მე ვუთხარი დაღალი დახაცული ქალი, ხო? სასახური დამოვიდი, არა. სახში მომიწია ყავის დალევა, გაიჭირდა ხალხო თორე განამენანება, ხო ჩემი თავისთვის, ხო? ვერა, დადის. თან ჩემი სამსახურიდან მოსვლის დროს უნდა ბაზარი. ეს ბაზარია, რა ვიცი, ადარი. ვინ მეკითხება? საერთოდ რავი. ხო? და მე ჯდა არ ვიცი, ახლა ბაზრი დამოვდივარო და ხელში არაფერი უჭირავს და ახლა და კაბიში თუ მალავს კარტოფილებს ვერ გეტყვი, ხო? რაღაცა უნდა ეჩიოს. არკი, სუნკა, ვეშმეშუკი, რაღაცა. არ ვიცი რა ხალხო, ხუიდან არ გადასული. არის ხო გისახო არ გავარ. ვითომ ფერთა ის არის თამაშიო, ფერთა თამაშიო და მე ვხარი აი ესეთი ის ნუ და კასინკი დაბნევა რა თავზე და არაო ფერებმა რო ითამაშოსო ესაო და რა ვიცი რა გავარ მე თვითონაც ვერ გავიგე. დაბუშო. და მიხადა 30 ლა. ვითომ ფაის დაკლება. ამას მეც გავიკეთებდი. ასე გაწიწილი ის ყოველდღიური თავად რა გავიკეთე მე მაინც ვერ გავიგე. ესეც მაგ ურის დილიდან არ უწევა. აბა დააცქედით რას ვკავარ. ვიცი ხარო. ეზო დაბანი როა, მივათხლე შემთელი ჩემი ხელმანი. მომცა ალერგია. აჰა, თვალები გადმოვიდა გოგიდა. ჩემი ლამაზი თვალები თორე ისე თვალები რომ ქონეს ხალხო განავიდარდე. ვერ გავიგე შესასავსო. რა კიდე შეკაი მამი და შვილის ვაფშეთ შვილო. ხო? რა კიდე რა ვაფრიდები შვილო ხახარ. რა დასაჭამო? ვინ აკითხავს? ვინ ჩემი სტალონი ხა და ბრუსელი ახლა რო შეგეკითხობე რა ვჭამო? რამდენი ვჭამო? ვისი ვჭამო? ვაფშე შეცაში ვჭამო. მოვასტუმრა და შევჭამო. უჰ, ვიმედე.